წარმოგიდგენთ ზღაპარს. ქათამო კვერცხი დადე. ერთხელ ერთ ქალს კვერცხი შემოგდა და მეზობელს ესესხა. შეჰპირდა ვალს მალე გაგისტუმრებო, მაგრამ ვერ შეძლო. მეზობელი ელოდა და ბოლოს კვერცხის დაბრუნება მოსთხოვა. ქალი მივიდა საქათმესთან და თავის ქათამს დაუტატანა. ქათამო, კვერცხი დადე, მეზობლის ვალი უნდა დავაბრუნოო. მაგრამ ქათამო ნისკარტი აიბზოა და აკრიახდა. არ მინდა. ქალი გაბრაზდა და საქათმესთან მიყუდებულ წკეპლას მიუტრიალდა. წკეპლავ, მიდი ერთი მიტყიპე ეს უზნეო ქათამი, კვერცხის დადება არ უნდა. მეზობელს რომ ვალი დავუბრუნოო. მაგრამ წკეპლამ გაიღიმა და წაიღიღინა. რატომ უნდა ვცემო? ვითომ რატომ? რას მიშავებს განა? მე არ მინდა მისთვის ცუდი და არ ვიზამ ამას. ქალმა ახლა ცეცხლს გასძახა. ცეცხლო,ახლავე დაწვია სურჩი წკეპლა. ცეცხლი აიქოჩრა, აპარპალდა და აღიღინდა. რატომ უნდა დავწვა, ვითომ რატომ? რას მიშავებს განა? მე არ მინდა მისთვის ცუდი და არ ვიზამ ამას. ქალმა კოპები შეკრა და წყალს უყვირა. წყალო, აბა ჩქარა, ჩააქრე ეს თავხედი ცეცხლი. წყალმა დაიბუყბყა, დაირუყრუყა და ჩაირაკრაკა. მას ჩავაქრო? ვითომ რატომ? რას მიშავებს განა? მე არ მინდა მისთვის ცუდი და არ ვიზამ ამას. გავებულმა ქალმა ახლა ხარს მიმართა საშველად. ხარო, ჩემო მშრომელო, დაღლილი იქნები, დალიე წყალი. ხარმა დაიბღავლა, დაიფრუტუნა, დაიბუბუნა. წყალი შევსწვა, ვითომ რატომ? რას მიშავებს განა? მე არ მინდა მისთვის ცუდი და არ ვიზამ ამას. ქალი კიდევ უფრო გაბრაზდა და ახლა დანას ეცა. დანავ, აილესე პირი და დაკალი ეს უმაქლისი ხარი. დანამ გაიელვა და აწკარუნდა. ხარი დავკლა? ვითომ რატომ? რას მიშავებს განა? მე არ მინდა მისთვის ცუდი და არ ვიზამ ამას. ქალმა დაავლო ხელი დანას და მჭედელთან გაქანდა. ჭედელო, დაძველდა ეს დანა და გადაადნე. ჭედელმა გაიღიმა და წაიმღერა. გადავადნო, ვითომ რატომ? რას მიშავებს განა? მე არ მინდა მისთვის ცუდი და არ ვიზამ ამას. ქალი მთლად გაკაპასტა და ქამარს უბრძანა. ქამარო, დაახრჩო ეს უსაქმური მჭედელი. ქამარი ასხმარტავდა და ახარხარდა. დავახრჩო, რისთვის, რატომ? რას მიშავებს განა? მე არ მინდა მისთვის ცუდი და არ ვიზამ ამას, თქვა ქამარმა. ქალი ახლა თაგვთან მივიდა და უბრძანა. თაგო, აჰა შენ ეს ქამარი, დახარი და დაღრღენი. თაგვმა დაიწრიპინა. დავხრა, დავღრნა, ვითომ რატომ? რას მიშავებს განა? მე არ მინდა მისთვის ცუდი და არ ვიზამ ამას. ქალმა სულ ცოფები გაყარა. როგორ თუ არავინ არ მიჯერებსო და ბოლოს კატას უხმო. კატავ, გადასანსლე ეს თაგვი. კატას ბევრი ხოწნა არ დასჭირვებია, მაშინვე ახვანტალდა. გადავსანსლავ ახლავე. ეს რომ თაგვმა გაიგო, აწრიპინდა. ქამარს დავღნი ახლავე. ეს რომ ქამარმა გაიგო, მაშინვე თქვა, ჭედელს დავახრჩობ ახლავე. ჭედელმა რომ გაიგო, შეშფოთდა, დანას გადავადნობ ახლავე. ეს რომ დანამ გაიგო, აილესა, ხარს ყელს გამოუჭრი ახლავე. ხარმა რომ გაიგო, დაიბღალა, მთელ წყალს შევსვამ ახლავე. ეს რომ წყალმა გაიგო, აბუყბუყდა, ცეცხლს ჩავაქრობ ახლავე. ეს რომ ცეცხლმა გაიგო, აბრიალდა, წკეპლას დაუწვავ ახლავე. ეს რომ წკეპლამ გაიგო, აჩხარუნდა, ქათამს მიუტყებ ახლამდე. ხოლო ქათამა რო გაიგო, აკრიახდა, მაცადეთ, ცოტა მაცადეთ, კვერცხს დავდებ ახლავე და დადო კიდეც. კმაყოფილმა ქალმა კვერცხს მაშინვე ხელი სტაცა და მეზობელთან გავარდა ვალის დასაბრუნებლად. ჭირი იქა, ფქვილი აქა, ქათო იქა, ხინი აქა.